დილამ შვიდობისა მეგობრებო, გამარჯობათ. ჩემი ბიჭი აგრძის და ანდელენს ყელის გლანდების ცოტა ისა აქვს გაციება, ანთება. მე ყავას ვსვავ და თქვენ მიყურებთ. ვალარი არის. არა, ვალარია ყავას არ ვსვავ, ეხლა მე უფრო ძვირიან ვსვავ. არა, იმას არა განავლიდან რო იღებენ. აი, ჩვეულებრივს, უფრო კარგს. ხო, რა მინდოდა მე დღეს თქვენთვის სიურპრიზად გამეკეთებინა მეგობრებო. სიურპრიზი არის დედაჩემის მოგონებები ჩემზე, როგორი ბაღანა ვიყავი, ხო და არ გაინტერესებთ როგორი ბაღანა ვიყავი. მეც გაინტერესებს მოვაგონებინოთ დედაჩემს, ახლა დავუძახებ და ვეთღი დედა, მოდი აქ დააჯექი, მომიყევი რამე ჩემზე თქო. არა, ის როგორ გავჩდი ეგრე და ეგრე ძალიან შორსაც არ წავალთ, მაგრამ წავალთ ცოტა უკან. ხო, ჩემ ბიჭს ახლა არაფერს არ მას მოწამას, აქვს ანთება. გლანდების ანთება, აი გლანდებზე ვართ, თემაზე ვართ, მოყევი ახლა რატო ამომაჭრეს გლანდები. უბრალოდ როგორ ამომაჭრეს გლანდები, ეგ მოყევი. კარგი, სხვა რამე მოყევი, კარგი. თბილისში ჩატარდა მარათონი. არა, ეგრე არ მამარიაჟე ხა კარგი რა. რამე ისეთი რა, რომ აი ტანჯულა. ტანჯულა იყო ის ზუსტად ის მარათონზე. ის მარათონი კოკაკოლას რეკლამა რო გააკეთეს. კოკაკოლას რეკლამას. გარბინათ უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან, საიდან? ვაკის პარკიდან. არა, კაცო, ველოსიპედი რო დგას იქ. მანდამდე უნდა მიგერბინათ ვაკის პარკიდან, არა თუ რაღაცა ეგრე შორი გზა იყო ძალიან. არა, მანდენა დავიწყეთ და უნდა ავსულიყავით ფილარმონიამდე და ჩამოგვერბინა. ეგეთი რაღაცა იყო. იცი რა, რეკლამას იღებდნენ ეგენი და ვითომ მარათონი ჩატარდა. ხო, ქართველებს ხო ატყუებენ ხოლმე ყოველთვის ბანძღავს. გონიათ რომ ბანძები არიან და სკოლაში გამოაცხადეს. აი ამ ხელა ვიყავი. ხო და სკოლაში გამოაცხადეს, მარათონი ტარდება და მსურველები ვინც მიიღებს მონაწილეობას, მერე დაგირიგდებათ ერთი მეშოკი კოკაკოლაო. მეშოკი არა, იაში. ხო და ვეუბნები, შვილო, არ შეიძლება შენი მაგდენის სირბილი. პრობლემები ქონდა სუნთქვისა ყოველთვის და არ მინდოდა რომ ყოველთვის არა, ამ სახში რო ცხოვრობდით, მაშინ მარტო. ხო და ესა გინდა თუ არა უნდა ვირბინო და მოდი დავანახებ შენ კაცებს, რა ლამაზი დედა მყავს, ხო და გაიგოს ხალხმა კაცო რა. აი ეს არ შენდება? არა. ლამაზი ხარ ძალიან, გამოჩუნდი ახლა მზე თუ ნახავო, გამოჩუნდი. კარგი, მაშინ მე გამოვჩნდები. ჩემზე ლამაზი კი ხარ ახლა დღეს. ხო და ესა. ხო. მირბიან მამა და ესა. აი მარინა, ანუ კარაპყავდა. მანქანაში და არ მახსოვს. მანქანაში იჯდებოდა თქვენ მანქანაში მოდი. მე იზო კახნიაშვილი და მამა შენი და ესა ხო და მოგდევთ გვერდზე მანქანით შავი გაციდერით მოვდივარ და მინდა როგორმე ჩაჭიქი დედა აქა ჩამიჯექი გვერდში მივყვებით რომ და იქ ჩამოგსავ სადღაც წინა ხედავ როგორ მაფუჭებდნენ ამ პატარა ბავშვს ახლა მე მომეწყვა სუნთქვები გაუხშილისა გაურთულდება და მეშინა და მაგის ხო და არა ფირტარ ჩაგვიжда გამომხედავდა მარიამის გამოხედვა რო იყო აბა, აი მარიამი, ეს არის მარიამი. არ ჩავდები. არ ჩავდებიო და ერთად შეგვაშია. მე მახსოვს, მე ისა ცოტა ძალიან რო დავიღალე, მე დაგეკიდეთ მანქანაზე იმაზე. ხო. ფანჯარაზე. ფანჯარ. ხო და მივედით ახლა ბოლოში, მივიდნენ ესენზე და მისცეს ის ერთ სამოცას მგონი კოკაკოლა ხო თუ მოგწეს? მე მგონი ერთი ძალიან პატარა კოკაკოლა მოგწეს, კიდევ კარგი, თელიაში კი არ მოგწეს, თორე ხო დაგწამლავდნენ ყველას. ეხლა იმ დღეს მოვდივარ და აი თინეიჯერები იყვნენ რა, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და უკვე სვავდნენ energy drinks. ხო და ნუ სვავთ რა, იმიტომ რომ მალე დაბერდებით და არ გინდათ რომ ლამაზები იყვეთ, სუპერ შოც. უბრალოდ
Energy drink-ი რა თუნდა აგერ ღვინოებშიც კი შაქარზე რო აყენებენ ხოლმე ღვინოებს და ღვინოდ რო ყიდიან, მერე იმას ემოციაში ისხავენ ხოლმე ამ ხელამუცლები რო ებერებათ მერე კაცებს. ეგ მეგობრებო არის ინსულინ რესისტენტობა. ამ ხელამუცლები ორსულებრივით რო დადიხართ ხოლმე ხო, ცოტა მიაქციეთ ყურადღება ღვინის სმას. შეამცირეთ ღვინის სმა. ოღონდ როგორი ღვინის სმა იცი? შაქარზე დამზადებული ღვინის სმა შეამცირეთ და მუცლებით დაგიპატარავდებათ. თქვენი ჯანმრთელობა საგრძნობლად გამოსწორდება და რა ვიცი, კარგ რჩევებს გაძლევთ მე ნამდვილად. ეხლა სხვა რავე გაიხსენე კიდე. ჩემი ვაშკაცურის აქციელები. აბა, სად ვივაშკაცე კიდე მართალ და 2 ჯერ და 5 ჯერ. არის გავხსენო. ხო, გლანდები ისე ამოიჭერი, რომ ამის გარეშე. გლანდების ამოჭრაზე მე ვილაპარაკებ, შენ არ იყავი. შენ ოთახში შემაგდე, ესე ამ ხელა ბავში ვარ, აი ამ ხელა ბავში ვარ. შენი ყანდა. იოანის ხელა ბავში ვარ და მითხრეს ესეთი რა შენო ეხლაო გლანდებს ამოგაჭრიანო და ვერაფერს ვერ გაიგებო და მერეო ნაყინს გიყიდითო. ხო და მეც ეხა შევდივარ ოთახში, სადღაცა ესე იგი ოთახი იყო. გეგონება ღორებს კლავდნენ რა, აი ეგეთი ოთახი იყო, ჭუჭყიანი, სადღაცა კლინიკაში. ჭუჭყიანი მეჩვენებოდა ის ოთახი. საზიზღრული ჯერ როგორ სკამზე დამაჯინეს, ნახევრად მოტიხილი ესენი დამაბეს ხელებით. ხელები დამიბეს და ეხლა ვუყურებ რა, მივყვები ცხარივით მეც რა, რა სიზავენ. დედა ჩემო ყოჟებო ვიყვა. როგორ არ მახსოვს ხოლმე მაგას რა დამავიწყებს. მე რაც ნახობენმა მიგვიყვანა კაი კლინიკაში და აი კლინიკაში არა ეს მერხების ძველი მერხების სკამები რო იყო ისეთი სკამზე დამაბეს. ხელები დამიბეს და ჩემს გვერდზე კიდე სხვა გოგო დააბეს და ეხლა ჩემს გვერდზე ცოტა ადრე შესული იყო ეს გოგო და აი როგორ იცი არ ესეთი აი ესე ვზივართ მე და ეს გოგო გვერდი ეს დაბმული უკვე მე მაბავენ. ეხლა გავიხედე და ამას უკვე დაუწყეს ისა გლანდების ამოჭრა დააღებინეს პირი. აი ესე ორი კაცი იჭერდა. აქ მოუჭირეს ეს და აი გოგო ყვირის ჩაუყვეს ის რაღაცა ამოწყდეს იმ ხელაზე ყვიროდა ეს გოგო რომ ეს დამავიწყდა რომ მე ვზივარ აგერ გვერდზე. ხო და ეხლა ჩემი ჯერი დადგა ჯერ მაინც რა არის აი ფსიქიკა რა არის ფიქრობ რომ მე ეს არ დამემართება რა. ხო და რა არ დაგემართება რომ მომიჭირეს ყბაში ხელი და დამაღებინეს პირი და ამ ხელებზე დაბმული რო ვარ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ჩამიყვეს ეს რაღაცა ესეთი იმიტომ მაშინ მოგიშო შულო არა აი ესეთი რაღაც ჯანდაბა იყო გრძელი ესე მოხოული ქონდა ამას სპირალი და აი ესე ჩამიყვეს გააღე პირი გააღე ჩამიყვეს ხო და რო ამომადრიძეს ეს გლანდი და რომ ჩამეყლაპა ეს გლანდი საჭირელება იყო ეს იყო ტრამვა ეხლა მოდი და თქვი რომ ამხელა ბავშვმა მე ტრამვირებული ბავშვია რაღა თორმე შუა საუკუნეების ტანჯვაწამებები და რაღა ეგლანდების ამოჭრა მართლა გეუბნებით არც ნარკოზი არ გაუკეთებიათ არც ნემსი არც შენგენაცვალე შენი ჭირება აი ახლა ეს არ მომამზადეს არც ფსიქოლოგიურად არ მომამზადეს რომ აი ახლა ესე გავაკეთებთ და ეს არა ეგრე დამსვეს იმისავით გოჭებს რო კლავენ და კიდევ კარგი იმან შემამზადა იმ ბავშვმა ჩემს გვერდზე ის იმას კიდე რა დაემართებოდა წარმოიდგინე რომ ის არავინ არ შეამზადება ის არავინ არ შეამზადა იმას და იმას ეგრე შეამზადება იმის წინა როგორ შეამზადებდა კაცო ის მანამდე არ იყო არავინ და აი ესეთი მეთოდებით ამოადღლიზეს ხალხს ამოგვადღლიზეს ეს ისენი რა ქვია გლანდები და იძახენ საქართველოა ყველაზე მაგარ დებილი და ბანძი ქვეყანაა საქართველო კარგით რა რეებს მელაპარაკებით რა ნუ გამოურევ ხოლმე რა რას გამოურევ აღარ ქართველი მითხარი მანახე საქართველოში რა ხდება კარგი მანახე ერთი მაგალითი მომიყვანე მარტო ერთი მაგალითი მომიყვანე დაწყებული მე-19 საუკუნის მე-18 საუკუნის დასასრულიდან ყავი ეგეთი ჭკვიანი არ იქნებოდი ეგ არის ერთ-ერთი კარგი ჭკვიანი ისედაც ვიქნებოდი და უფრო მაგარი ძალებით მექნებოდა ეს ამ ხაჯეთის ციხეში რო არ დავბადებული
ხო და მეგობრებო, ესეთი მეთოდებით მე გამოვედი და ეხლა უარესი საკითხი მე. ხო დამპირდნენ რომ ნაყინს გაჭმევთო. ის ნაყინი ძარმაჭამეს. არ შეიძლება ნაყინი. არ შეიძლება ნაყინი ცივია. აბარატო მომაზღოდი თან ვერ ვლაპარაკობ, ერთი კვირა ვერ ვლაპარაკობდი. ეს ალებით გამბურღა, ხო, რატო მომატყუებო, მაშინ რა ხდება. ხო და ესე მომატყუეს მეგობრებო რა. აი, რამდენჯერ მომატყუეს, რამდენჯერ და მოდი მერე დაუჯერე ამ ქართველებს და დედებს და მამებს. ხო, კიდე ახლა სხვა მოგონებები. მაინტერესებს სხვა მოგონებები. მაშინ ჯერ მომავდოთ ხოლმე და მე ქვეყანა კაი გაქვს, ხალხია ბოღმაო, ხო? ხო, რა ეგრეა, ქვეყანამ რა დააშავა, მიწა ყველასია. იმ დროს ვიძახდით, რატო უნდა სჭირდებოდეს ადამიანს ნებართვის აღება რომელიღაცა ქვეყნიდან, სადღაცა რო უნდა ცხოვრება. ხო, აი რატო უნდა სჭირდებოდეს იმებში სიარული, საბუთების გაფორმება, რატომ? დედამიწა ყველასია რა და აი სანამ კაცობრიობა ჯერ კიდევ ამ იმაშია ჩაჭედილი, რომ ეს ჩემია, ის იმისია და ის იმისია, ხო? იმას არ შემოუშვებ, იმიტომ რომ ამიტომ დაივიწყეთ თქვენ ქრისტიანობა, დაივიწყეთ აბსოლუტურად ყველანაირი ღვთიურობა. არ ახართ თქვენ არც ღვთიურები, არც ქრისტიანები, არც წმინდესები და არც უნეტარესები. თქვენ ხართ სისტემაში ჩაჭედილი მონები. ხო. აბა ახალი მოგონება არ გაგახსენდა რამე? დედიკო. ხო და ხო მოგიყევი როგორ ამომაჭრეს გლანდები. ხო. ცოდოვარ. ხო. აი რა ცოდოვარ. ჯუტი ბავშვი იყავი. ივანეს ხელა რო იყავი. აი, ჯუტი ბავშვი მომისმინე. იცოდი რომ პრობლემები გქონდა. გაფრთხილები არ ირბინო, დედა არ ირბინო. ოფ, კაი რა, სირბილზე არ იყო ეკაცო, აქ იყო შემოხვიდები, ჭარხალებით წითელი. ჭარხალებით წითელი უნდა შემოვიდეს ბავშვი. აბა რა, სირბილია კარგი ბავშვისთვის. ვეღარ სუნთქავდი. ვეღარ სუნთქავდი ამ სახლში, იმიტომ რომ მტვერი იყო და ძველი მტვერი იყო. რა ვეღარ გაიგეთ ეგ კიდევ. აх, კაცო და მაინც ეს სახლი მერგო მემკვიდრეობაში. ხო? მეც და იმიტომ რომ მაგ სახლს აბრალებ რაღაცა. მეც დამაბეს და ფეხი ჩავარტყი თავის ხო ჯერ ნატალია თავი ჩავარტყი ორგანოზე და ისიც ვაკივლე საკმაოდ პატარა ვიყავი და მაგრამ რა დამავიწყებს მაგას ხო მაგას რა დაგვავიწყებს ისეთი გამოცდილება ამიტომ არის 4 წელი ავიბრძო გერმანიაში საბუთის აღებას. ხო, ანუშკა, ეხლა მაგას ვიძახი რა გუშინე ხა. იმდენი საბუთის მიტანა მოგვიწია იმაში რომ ჩემს მეუღლეს მიიღო ბინადრობის მოწმობა რომ მეთქი რა ჯანდაბაა ეს ცხოვრება შეგზიზღდება ადამიანს რა რომ ამდენი საბუთების გადამკიდე სადღაცა ცხოვრობ ადამიანი დედამიწელი ხარ ხო? დედამიწელი ხარ. და სადღაცა რო იცხოვრო რომელიღაცა კუთხეში დედამიწი რომ კუთხეში ჭირდება ეს საბუთები და ეს საბუთები და უაზრობა ხო Eigentlich hätte ich nur ein Dokument gebraucht und zwar unsere Heiratsurkunde mehr nicht ხო წესით ეგრე ხო მარტო ქორწინების მოწმობა რომ აქ ცხოვრობ იმიტომ რომ დაქორწინებული ხარ და всё მეტი რა მაგათი საქმეა როგორ ცხოვრობ ჩვენ და რა ფინანსები ხო ის კინაბინას გერმანიაში მაგას არა პრინციპში ერთი და იგივეა ის ზუსტად ერთი და იგივეა აქაც იგივეს ითხოვენ რასაც იქ ითხოვენ შემოსავალი სამსახურის ხელშეკრულება და რა ქვია გოილი ხარ? ხო კოცენის რა ქვია არ გინდა ეხა მაგები ჩამოთვლა რა გლანდების ამოჭრაზეც ვილაპარაკეთ კიდე რა ამომაჭრეს ხმეთთან დამიფაროს არაფერი ერთადერთი აი ეგ გლანდები ამომაჭრეს ძალიან ცუდია გლანდები აუცილებელია ბავშვებისთვის და საერთოდ ადამიანისთვის
გლანდები, როდესაც არის გაციებული, ესე იგი ამუშავებს შხამებს ორგანიზმში. აუცილებელია გლანდები იმისათვის, რომ შხამები გადაამუშავოს. ეს რომ ექიმი დებილ და ბელენჩვერ გამოყლევებულ ექიმებს რო იციან და აკეთებენ მაინც მაგაზე თავები უნდა დაეჭრათ, მაგრამ სადისტებიც აღარ არიან, ეგენი არიან უსულო ხალხია რა, სულ გაყიდული და გაყინული ხალხია. ექიმი რომ ბავშვზე გეტყვის რომ გლანდები ამოაჭერიო, ხო? აი ის როგორი ექიმია, ჯერ ხო თავი უნდა წააცალო ეგეთ ექიმს, გაუჩეჩქო ჯერ ძალიან მაგრად და მე წააცალო რა. ეგეთი ექიმების დედაც და დღევანდელობაშიც როგორც იმეტებენ ბავშვებს ექიმები. ექიმები არ არიან ეგენი, არიან მკვლელები, ეგ საზიზღარი და სასტიკი ხალხი ეგენი. იციან რასაც აკეთებენ და მაინც მიდიან მაგ მოლაპარაკებაზე. როგორც ეგენი მეზიზღებიან, ისე არავინ არ მეზიზღება ამ დედამიწაზე. როგორ იმეტებენ ადამიანებს, როგორ იმეტებენ, როგორ ავადმყოფებენ. როგორ არაფერი არ იციან მაგ ტვინ გამორეცხილებმა მაგათმა. მე ვარ აქ ექიმი თუ თქვენ? დედა მოწყნულები ეგენი ბიჭო, რამდენჯერ შელაპარაკება მომიხდა და მე ვარ აქ ექიმი თუ თქვენ და როს თხლიშო ერთი მაგარი მაგ გამოყლევებულ სიფათში. უნდა თხლიშო კი არა, ეხლა რა თხლიშო მართლაც, კაცო. როგორ მეზიზღებიან, როგორ აგრესიას იწვევენ, რომ მაგათმა რო დამაზიანეს, ისე არც ერთმა სისტემამ არ დამაზიანა. როგორც მაგ დამპალმა ყლეკაცებმა და ქალებმა დამაზიანეს რა. თუф თქვენი დედა მოთხან მართლა რა. გამომიხდება ვიღაცა ექიმი და მე ვარ აქ ექიმი თუ თქვენ? წავედი მე წავედი. შიგნა მოდი. თქვენი. მოდი აქა. ვიღაცა მომწერა იცით რა არის მეგობრებო, აი ნახეთ გინება არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება, რომ შენი ემოციები გამოიტანო გარეთ რა. ამ ემოციებს ვერანაირად ვერ გამოიტან გარეთ, თუ არ გამოხატე ისე როგორი ემოციაც გააქვს. ეხლა რაც დათესა ამ გარემომ ჩემში, ის გამოდის გარეთ. ხო, მაგას რა თუნდა ეხლა ბევრი ლაპარაკი და ბევრი ვიგინები, რატო ვიგინები? იმიტომ რომ ის დათესა გარე სამყარო ჩემში გესმის და ვინ დათესა? ვინ თესლებმა დათესეს? აბა მაინტერესებს იმათმა, ვინც რომელი სამყაროში საქართველო ქვია და საქართველოში მცხოვრები ადამიანები ქვია, ხო? ხო და აბა მაინტერესებს ახლა თქვენი აზრი რა? გინება რო არ მოგწონთ. ის ხო მოგწონთ ესეთ გარემოში რო ისდებით. დედას რო გიხნავენ ყოველდღიურად და წამლებზე შეგაჯინეს და რას არ მოიგონებენ ბიჭო, სიმსივნე გამოიგონეს ახალი დაავადება, რომელიც არ არსებულია. არ არსებულია სიმსივნე. სიმსივნე არის ერთ-ერთი შიშის და სტრესის დაავადება, რომელიც ადვილად მოიხსნება, უადვილესად მოიხსნება, მაგრამ არა. არსებობს ყველაზე ადვილად მოსარჩენი დაავადება, გახადეს სპილო რა. გახადეს სპილო ისეთი რომ გამოიგონეს ქიმიოთერაპია და სხივებები, რეები არ გამოიგონეს. აი ამ ყველაზე უვნებელ და ადვილად მოსარჩენ დაავადებას რა. და ყველაზე ძნელ დაავადებას კიდე ისე გიკეთებენ რომ ამოგაჭრიან, ამოგდღლიზავენ იმის მაგივრად რომ გაიგონ რაშია საქმე, რატო ხდება ეს ყველაფერი. ორივე შვილზე მითხრა ექიმა ამოაჭერიო, მაგრამ არ ამოვაჭერი, ძალიან კარგად არიან. ძალიან კარგი რო არ ამოაჭერით ვერიკო, აი ყოჩაღ რა, აი ესეთი დედები, მაგრამ მე ამაყებით, იმიტომ რომ დედა თვითონ გრძნობს შვილისთვის რა არის, რა კარგი რა და ის იმ გრძნობას მიყევით. ეგრე დედაჩემს რო დაეჯერა ექიმებისთვის, მე მკვდარს დამბადებდნენ დედაჩემის მუცლიდან. მკვდარიაო დედაჩემს ეუბნებოდნენ მე-9 თვეში. გაჩენის წინა დღეებში. მკვდარია უნდა ამოგაჭრათო. ხო და ეგრე კიდევ კარგი რომ გლანდებივით არ დაიჯერე ეგეს. ხო და მეც კიდე ისეთი ჭკვიანი ყოფილა გაჩენის თანამე მიყვირია და ვერაფერი ვეღარ თქვეს. ანუ ჩემი მოპარვა უნდათ რა და მე 5000 ლარად გაყიდვა ეთყობა. როგორც ხდებოდა ხოლმე პირველ სამშობიაროში.
აჟელა ჯაფარიძე იყო ვაჟინექი მთავარი. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, ექიმებს ნუენდობით რა. არ მოგარჩენენ ეგენი. ექიმებს არ უნდათ ჯანმრთელი საზოგადოება, ექიმებს სჭირდებათ ავადმყოფი საზოგადოება, რომ აბა სხვანაირად როგორ ირჩინონ თავისი თავი. ნუენდობით ექიმებს რა. ექიმები არიან ყველაზე სასტიკი ადამიანები ამ დედამიწაზე, ვინც კი შექმნილან. სასულიერო პირებიდან ხო დავიწყემ ხელა. მერე მივადექი, ვის მივადექი მერე? ექიმებს. პოლიტიკოსებს ჯერ არ ველაპარაკები, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ყველაზე საცოდავი ხალხია, რო იცოდეთ რა. პოლიტიკოსები არიან მარიონეტები. ისინი გინდა ყოფილან, გინდა არა. ისინი მათ არც უნდა ელაპარაკო. ყველაზე საცოდავი ხალხი არის პოლიტიკოსი, რომელსაც დროებით ფულს გამოამუშავებინებენ, გაამდიდრებენ და მერე დაიჭერენ. აი როგორც ხდება საქართველოში. აი ეგეთი მარიონეტებზე არ მარიონეტიც უფრო ბედნიერ მდგომარეობაშია ვიდრე პოლიტიკოსი რა. პოლიტიკოსი არის ერთ-ერთი ყველაზე ბანჯი არსება ამ დედამიწაზე. ჩემზეც ეუბნებოდნენ დედაჩემს, მან არ გადარჩებაო და ბებია ჩემი ჩამოუვარდა და გაასწრო ბებია ქალმა. ბიჭო, რამდენი ბავშვი ყავთ ეგრე გატაცებული და გაყვანილი, იცით, რომ მოკვდა ბავშვიო და არც ანახებდნენ ბავშვებს. ისე იმაშვებოდნენ რა, ყიდიდნენ ამ ბავშვებს. აი ეს არა ადამიანები ესენი, ფუ თქვენი ღმერთმა მოგიაროთ და მოკითხოთ დღესვე ამ წამს, ახლა და ამ წამს. მოდი ჩემ დანებონა გაკოჩო, მოდი გაკოჩო, მოდი. მეტი მოგონებები აღარ გაიცა დედაჩემ. კარგი მეგობრებო, ხო თაგენ მშვიდობებით მივიდივართ ეკლესიაზე და კარგად. და კარგად. ეკლესიაზე იატაკი უნდა გავაგრძელოთ. და მშვიდობებით ედიკო. კარგად.